საქართველოს დემოკრატიული განვითარების ფაქტებით იჭედები. გადაუხვია მაშინ. ხო, გახარეს პრემიერ-მინისტრების დროს. როდესაც ერთი წამით, როდესაც თქვენ ჩამოიყვანეთ გავრილოვი, ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სხვაგან კი არ წავედით 2019 წლის ბოლოს ამ კრიზისების მთავარი შემოქმედი 2019 მთავარი შემოქმედი გეუბნებით ფაქტს. გახარიაზე მე საუბრობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი და სავარძელში არ ჩაგესვათ. და დამთავრდებოდა ყველაფერი. როდესაც ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში, იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოვიდა ინფორმაცია სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევე როგორც სუსმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლას. იქ ხო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი არ მახსოვს ეხლა. ბევრად უფრო ოდიოზური გვალები იყო ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე ეს ხალხი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით რომ ამას არ უშვებთ. ათქოდა ერთი ამბავი. პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში. იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც თქვენ კი იცახეთ რომ ქვეყნის გარეთ იყო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან. მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის იმაში, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. ამის შემდგომ მოხდა ის რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს იქ რაღაც რესტორანში KP, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დააჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ.